მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა მისიამ დახურვის პერსონალმა კი შეერთებულ შტატებში დაბრუნების ბრძანება უკვე ოფიციალურად მიიღო. თუ შაბათამდე ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი საკუთარი ოჯახებიანად შტატებში არ დაბრუნდება, პროცესში სამხედრო ძალები ჩაერთვებიან. ამერიკის 47 პრეზიდენტმა USAID-ს განაჩენი გამოუტანა და მისი სახელმწიფო დეპარტამენტთან შერწყმა გადაწყვიტა. პროცესების ავანგარდში მისი მარჯვენა ხელი ილონ მასკია, თუმცა USAID-ის მხილებათა სერიაში აქტიურდება დონალდ ტრამპის ვაჟიც, რომელიც ორგანიზაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. $2 მილიონი გვატემალაში სქესის შეცვლისთვის, $6 მილიონი ეგვიპტეში ტურიზმის დაფინანსებისთვის, მილიონები ეკო-ჰელს ელიენსში გაჯონვა ვუჰანის ლაბორატორიიდან, $20 მილიონი ერაყში სეზამის ქუჩის შოუში და ეს USAID-ის აფერის აისბერგის მხოლოდ წვერია. ტრამპის გადაწყვეტილებამ ვაშინგტონი დემონსტრაციის ადგილად აქცია ქუჩაში შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტიის წევრები გამოვიდნენ. USAID-ის შენობაში შესვლა სცადეს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მიმართებით ტრამპის გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს. ჩვენთან არ არსებობს მეოთხე ხელისუფლება სახელწოდებით ილონ მასკი. ამ ქმედებებს ამერიკის შეერთებული შტატების ეფექტიანობასთან კავშირი არ აქვს. ყველაფერი ჩვენი მოწინააღმდეგეების დასახმარებლად ხდება. მილიარდერებს, რომლებიც ჩვენი მთავრობის ხელში ჩაგდებას ცდილობენ საკუთარი ინტერესები ამოძრავენ. თანამშრომლებს სახლში უშვებენ, რათა შექმნან ილუზია, თითქოს ფულზოგავ. მინდა მადლობა გადავუხადო USAID-ის ყველა თანამშრომელს. თქვენ ამერიკას ვინახავთ და ეხმარებით ხალხს მთელ მსოფლიოში. ვთქვა, რომ იმ შეურაცხმყოფელ სისულელესთან გიწევთ შეგუება, რომელიც თეთრი სახლიდან მოდის. გადაარჩინეთ USAID, გადაარჩინეთ სიცოცხლე, ეს დემოკრატების ჯგუფის მოთხოვნა. ირწმუნებიან, რომ USAID კონგრესის აქტით დაარსდა და ორგანიზაციის დაშლაც სწორედ მისი მეშვეობით უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა თავის კორუმპირებულ მილიარდერ მეგობარს ილონ მასკს სააგენტოს განადგურება უბრძანა. მასკმა და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა კი USAID-ის თანამშრომლები ოფისებიდან გააძევეს და სააგენტოში ქაოსი გამოიწვიეს. USAID მისი დაარსების დღიდან ავტორიტარიზმს ებრძვის. ეს არის ის, რასაც საზღვარგარეთ ვაკეთებთ. ტრამპის გადაწყვეტილების საფუძვლად ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობაში გამოვლენილი თაღლითობის მრავალრიცხოვანი შემთხვევების სახელდება. ორგანიზაციის მიერ გაცემული გრანტები კი ახალი ადმინისტრაციის შეფასებით ამერიკის ინტერესს არ ემსახურებოდა. USAID ძირითადად გადაიქცა სააგენტოდ, რომელიც თვლის, რომ არც კი არიან ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო სააგენტო. თითქოს ისინი გარეთ არიან გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია, იღებენ გადასახადის გადახდების ფულს და ხარჯავენ, როგორც გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ეროვნული ინტერესი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, რომელსაც ნახავთ თუ საერთაშორისო მიხვალთ მთელს მსოფლიოში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირებისგან და ელჩებისგან არის, რომ USAID არ არის არა მხოლოდ თანამშრომლობისკენ მიდრეკილი. ისინი ძირს უთხრიან იმ საქმეებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ ქვეყნებში. ისინი მხარს უჭერენ პროგრამებს, რაც აღშფოთებს მასპინძელ მთავრობას, მისთვისაც ჩვენ ვცდილობთ მუშაობას უფრო ფართო მასშტაბით. სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ საგარეო დახმარების პროგრამებს კვლავ მხარს დაუჭერს, თუმცა ყოველი დოლარი, რომელიც მომავალში დაიხარჯება, ამერიკის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება.